ქუთაისში ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის აფეთქების შედეგად დაღუპულები გაიხსენეს. დაღუპულთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი ქუთათელ გაენათელმა მიტროპოლიტმა მეუფე იოანე გამრეკელმა აღავლინა. ადგილზე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და ის ადამიანები იმყოფებოდნენ, ვინც უშუალოდ იღებდა მონაწილეობას ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის აფეთქების შედეგად გამოწვეული ზიანის სალიკვიდაციო სამუშაოებში. ხელავი მტერს ვერ უწოდეთ. სუნი მაგას არ ქონათ, ღალით ვერ ხედავთ და ყველაფერი. მაგრამ ჩვენი ენთუზიაზმის სიხარულო გადაგვერჩინა პლანეტა და დედამიწა რადიაცია და ეგ წარმოადგენაც არ ქონდა რა იყო და რას წარმოადგენდა და რას საფრთხეს უქმნიდა. მეც მიკვირს ცოცხალი რო ვარ ჯანმრთელობა როგორ შევინარჩუნე მეც მიკვირს რო აქნობამდე მოვედი. ეს არის რო ახლა გული და რაღაცა სიხარულით მივსება ახეთ ჩემ ამხანაგებს და ჩერნობილელებს რო ხედავ. მან დიდი ტრაგედია გამოვიარეთ ჩვენ ჩერნობილებმა და ჩემთან ვინც იყვნენ და ყველა აი ამ ხალხმა. აი ამ ხალხს მოფერება ჭირდება, ამ ხალხს დაფასება ჭირდება და ღმერთმა თქვენც დაგლოცოთ, მაბატიეთ, სურავ თქვი, რომ აი ამ დღეებსაც აშუქებთ, რომ არავინ არ არის დავიწყებული და არც არავის დავივიწყებთ. ქუთაისში თავი მოიყარეს საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან ჩერნობილის კატასტროფის სალიკვიდაციო სამუშაოებში მონაწილე ადამიანებმა. დასავლეთ საქართველოს ჩერნობილელ ინვალიდთა კავშირის პრეზიდენტის თქმით, შეკრების კიდევ ერთი მიზანი საქართველოს ჩერნობილელ ვეტერანთა კავშირის ჩამოყალიბება. დღეს არის შეხვედრა ჩერნობილელების, რომელიც საქართველოს ყველა კუთხეში ცხოვრობენ და გვინდა რომ დღევანდელი დღე გაერთიან და გავერთიანდეთ. დღეს გვაქვს ჩვენი შეკრება აი ამ შეხვედრის მერე და გვინდა არჩევნები ჩავატაროთ და მოხდეს საქართველოში გაერთიანება ჩვენი ჩერნობილელთა მოქალაქეების. ყველა რეგიონიდან არიან ჩამობრძანებულები. აჭარიდან, გურიიდან, იმერეთიდან, სამეგრელოდან. მე თვითონ აფეთქებიდან 88 წელში ვიყავი ჩერნობილში, 6 თვე მუშაობდი. და იმ 6 თვის განმავლობაში ნამდვილად საქართველოსდან ძალიან ბევრი ვიყავით, სულ მთლიანად 2500-ზე მეტი და აჭარიდან 133. მე ვარ აჭარის ჩერნობილელთა კავშირიდან და გვინდა ეხლა მთელი საქართველოს გავერთიანდეთ და ის სიძნელეები რაც ჩვენ გვაქვს ჩერნობილელებს გვინდა რომ ერთად დავძლიოთ ერთობით და ის ოჯახები რომლებიც რომ ნამდვილად გარდაიცვალნენ ჩერნობილელები იგენსაც რო ქონოდნენ დახმარება. ჩერნობილის კატასტროფიდან წელს 39 წელი გადის. 39 წლის წინ 26 აპრილს ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის მეოთხე რეაქტორი აფეთქდა. ეს გახლდათ ისტორიაში უდიდესი ბირთვული კატასტროფა. ქალაქი პრიპიატი კვლავ ცარიელია. რადიაციით დაბინძურებული ზონა კი დაკეტილი. ადგილი მხოლოდ ტურისტებისთვისაა ღია. ისინი ჩადიან და რადიაციული დასხივების და ნასახლარის სიჩუმის შიშით მალევე ტოვებენ ტერიტორიას.